მოგესალმებით, მე ვარ ბუდუ ზივზივაძე და ვუპასუხებ გულშემატკივრების მიერ დასმულ შეკითხვებს. რომელი წლიდან დაიწყო ფეხბურთის თამაში, რას ურჩევდა მომავალ ფეხბურთელებს. ფეხბურთის თამაში დავიწყე 8 წლის ასაკიდან და მომავალ თაობას რა თქმა უნდა ურჩევდი რომ იშრომონ, ირწმუნონ საკუთარი თავის და გაყვნენ თავის მიზნებს და ოცნებებს. შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ვინ იყო შენი ყველაზე დიდი ხარდაჭერი კარიერის დასაწყისში? ჩემი ყველაზე დიდი ხარდაჭერი რა თქმა უნდა იყო ჩემი ოჯახი, რომლებიც დღემდე ჩემს გვერდით არიან და ყოველთვის გულშემატკივრობენ და რა თქმა უნდა მაძლევენ რჩევებს რომ ვიყო უფრო წარმატებული. რაიმე რჩევას თუ გაიხსენებ ვინმესგან რომელიც ძალიან გამოგადგა. ისევ ჩემი ოჯახის წევრს ვიტყვი, მამაჩემისგან, მითხრა რომ ყოველთვის ეცადე რომ იყო მოთხოვნადი, იმიტომ რომ ახალი თაობა რომელიც მოდის, რა თქმა უნდა იცდება რომ შენი ადგილი დაიკავოსო და ამიტომ ვცდილობ რომ ყოველთვის ვიყო კარგ ფორმაში, ყოველთვის ვთამაშო კარგად რომ ის ჩემი ადგილი შევინარჩუნო. ფეხბურთი რო არა, რა პროფესიის იქნებოდი? ამ კითხვაზე ბევრჯერ მიპასუხია. ფეხბურთამდე ჭადრაკს თამაშობდი, შეიძლება ჭადრაკი გამეგზელებინა, და ვიქნებოდი მოჭადრაკე, ან სხვა არ ვიცი, იმიტომ რომ ფეხბურთის გარდა რა ვიცი, არ წარმომიდგენია რომ სადმე სხვა სფეროში რაღაც ჩემი თავი არ წარმომიდგენია. ბუდუ როგორი შეგრძნება საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გასვლა? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ძალიან საამაყოა, როცა ეროვნული ნაკრების მაისური გაცვია და რა თქმა უნდა, მოცნების აღთენას გავს, რომელიც პატარაობაში გქონდა და ანუ შეძელი ის რომ ხო, შენი ქვეყნისთვის თამაშობ და გსურს რომ შენი ქვეყანა ასახელო შენს თანაგუნდელებთან ერთად. რომელია შენი საყვარელი გოლი? ბევრი გოლი მაქვს საყვარელი, თუმცა ალბათ ყოველთვის წარსულიდან ამ ბუნდესლიგაში სადებუტო გოლს გამოვყოფთ, იმიტომ რომ მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა. რომელი თამაში გახსენდება როგორც ყველაზე ემოციური შენს კარიერაში? ესეც ბევრი ემოციური თამაში ყოფილა, თუმცა ნაკრებისკენ წავალ, იმიტომ რომ ის ორი გოლი რომელიც ლუქსემბურგთან გავიდანი და ის თამაში როგორც ვითამაშე, ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო ჩემი მხრიდან, ჩემს კარიერაში და რა თქმა უნდა ყველაზე ემოციური იყო, იმიტომ რომ ორი გოლის შემდეგ ისეთ ემოციებში ვიყავი, რომ რა ვიცი, არასდროს არ განმიცდია ეგეთი რამ. როგორ გაიხსენები სანდრეიძეთან ერთად მოპოვებულ ჩემპიონობას? ყოველთვის ტკბილად მახსენდება, იმიტომ რომ იყო პირველი ჩემპიონობა, როგორც სანდრეიძის, ასევე ჩემთვის და ასევე ჯერჯერობით უკანასკნელი ჩემპიონობა, თუმცა იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ მოვიგებ რომელიმე ჩემპიონატს. ბუდუს სამომავლოდ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას თუ აპირებ? რა თქმა უნდა, როგორც ალბათ ყველა ქართველ ფეხბურთელს მეცდოს რომ კარიერის ბოლო ეტაპი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, მშობლიურ ქვეყანაში გავატარო და იქნება შესაძლებლობა რა თქმა უნდა ვეცდები რომ ქართველი ხალხის წინაშე ბოლო სეზონი მოვითამაშო ჩემს კარიერაში. როგორ შეეწყვე ჰაიდენჰემს და როგორია ბუნდესლიგაში თამაში? თავიდან ცოტა გამიჭირდა, თუმცა ეხლა ყველაფერი ძალიან კარგად არის. თვითონ ბუნდესლიგაში თამაშსაც შეეხება, რა თქმა უნდა, ძალიან ხარია, რომ ტოპ ჩემპიონატში თამაშობ. ვიტყვი რომ რთული სათამაშო არ არის ადვილი, იმიტომ რომ ძლიერ გუნდების წინააღმდეგ იწევს თამაში და ხო, ერთ სიტყვით ძალიან კარგია, თანამედროვეულად რთული. ვინ ხუმრობს ნაკრებში ყველაზე კარგად? ბევრი ფეხბურთელს აქვს ძალიან კარგი იუმორი, თუმცა მე რაც ჩემს გემოვნებაში ასწდება ალბათ გიორგი ჩაკვეტაძეს აქვს ყველაზე კარგი იუმორი. ქუთაისში რომელს უბანს გამოარჩევ და რატომ ნიკიას? ნიკიას ვერ გამოვარჩევ, მის გვერდით ყოფ პასილოკს გამოვარჩევ, იმიტომ რომ ჩემი მშობლიური უბანია. შენი საყვარელი ადგილი ქუთაისში? ჩემი უბანი, ჩემი სახლის წინ პატარა სტადიონი, სადაც ყოველთვის ბავშვობაში ყოველთვის თამაშობდი ჩემს მეგობრებთან ერთად. ვიცი რთულია, მაგრამ დაახასიათე ქუთაისის 3 სიტყვით. ქუთაისის 3 სიტყვით. ძველი, შავი და სიყვარული წავსე რა. 3 სიტყვა არ გამოვიდა, მაგრამ 4-ში ჩავედი. მესი თუ რონალდო, ბარსა თუ რეალი? მესი და ბარსა. ოდესმე თუ ვფიქრია მომავალში სამწუხარო კარიერის დაწყებაზე. კი, რა თქმა უნდა. და ეხლაც პარალელურად გავდივარ სამწუხარო
კურსებს და სულ მალე მექნება B+A ლიცენზია. ბუდუ შეკითხვების გარდა მოგიმზადეთ ვიდეოც, გულშემატკივრის სურვილები, შეგიძლია მოусმინოთ. ბუდუს მიმართავ აქედან ერთ-ერთი კომაგი. ყველგან არამხოლოდ სტადიონზე, სტადიონის მიღმაც იგრძნობა, რომ ბუდუ ზივზივაძე განსაკუთრებულად უყვარს ქართველ მაყურებელს. ჩვენი ნაკრების გამორჩეულ წევრს უსურვებ ყოველივე საუკეთესოს, წარმატებებს, გულში რაც აქვს და რაც მიზანი აქვს ჩაფიქრებული, ყოველივე მიზნის მიღწევას. ბუდუ იმიტომ მომწონს, რომ არის ძალიან კარგი ფეხბურთელი. პირველ რიგში ყოველთვის იხარჯება ნაკრებისთვისაც და თავისი კლუბისთვისაც. ის ყოველთვის ცდილობს, რომ ხარი დაუჭიროს მაყურებელს და მაყურებელიც ამას უბრუნდეს. საახალწლოდ უსურვებ ჯანმრთელობას, მეცნიერებას თავის ოჯახთან ერთად პირველ რიგში და შემდეგ თავის კარიერაში უსურვებ ბევრ გოლს, ბევრ ტიტულს და ბევრ წარმატებას. ბევრი მოკითხვა და ბევრი სიყვარული ჩემგან ბუდუ ზივზივაძეს. მადლობა კეთილის სურვილებისთვის. გისურვებთ ამ ახალ წელს ჯანმრთელობას, ბედნიერებას თქვენს ოჯახებთან ერთად და სიმბოლურად მინდა რომ წავიდეთ ფანშოპში და სიმბოლურად გავაკეთებ სასაჩუქრებ ბოქს, რომელსაც გამოუგზავნი ქართული გულშემატკივარს. ჩემი გემოვნებით ავარჩიე საჩუქრები, რომელსაც გუზავნი საქართველოში, იმედია მოგეწონებათ და გისურვებთ წარმატებას.